გადამჩენელს საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ მეცენატს ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ გვაქვს წილად სამივეს ბედნიერება, რომ პირადად ვიცნობდეთ მათ. ჩვენ მე და თქვენს გვაქვს ბედნიერება, რომ 2011 წლიდან მასთან ერთად ვართ და ვიბრძვით ქვეყნის გადასარჩენად. ჯანმრთელობას გისურვებთ, ბატონო ბიძინა და გაძლებას. თქვენ ძალიან ბევრი ხალხი შემოყურებთ ახლა, ძალიან ბევრი ადამიანი. და ვიცი რომ როგორც ჩვენი ლიდერი მიგვიყვანთ გამარჯვებამდე. საალსახად რაც უნდა აღინიშნოს არის რომ ჩვენ ვსაუბრობთ ამ ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ფიგურაზე. ამასთან ჯერ ისტორიას ჯერ უნდა არ აქვს შეფასებული, რაც შენ აღნიშნე, მაგრამ არაერთხელ გადარჩენის ნაწილი. ოღონდ ეს არის ძირითადად აქცენტირებთ ხოლმე რომ 2012-ში გადავრჩით, იმიტომ რომ ამის შემდეგ ეს ხო მუდმივი პროცესი არის. თუნდაც ჩვენ ბოლო 3 წლის განმავლობაში რამ მშვიდობაზეც ვლაპარაკობთ, ანუ ეს ხო ჩვენ ზუსტად ვიცით რომ მხოლოდ პირდაპირ ექსკლუზიურად ამ ადამიანის დამსახურება არის, მისი პოლიტიკური სტრატეგიის გამსახურება არის, კი ბატონო. და ის თუ ერთი რომ ანუ ქვეყნის ისტორიაში როგორი ოქროს ასოებით ჩაიწერება მის სახელი, ეს არის ცალკე საკითხი და მეორე არის მართლა ესეთი დასაკვირვებელი ამბავი სამშობლოს ან ურთიერთობის მსგავსი ფორმა და შესაძლებლობა, რაც ალბათ ძალიან ღრმად თუ მოძებნე შესაძლებელი შეიძლება სოფლის ისტორიაში რაღაცა იპოვო მსგავსი რაღაც, მაგრამ ხელისუფლება დათმო არაერთგზის და ოჯახი საფრთხეში დააყენო არაერთგზის და ბოლოს ყველა მიცის ეს სიტყვები რომ სამშობლო ფულზე არ იყიდება და ეს მისი პოზიცია არის ჩვენი ყარი კედელი, აი როგორც კედლის იქით ვარ დაცულები, ის იქით ისე ვარ ბატონი ბიძინას ღეგზელობა მინდა პირველ რიგში ვუსურვო, მინდა ვუსურვო მას როგორი მიმართებაც აქვს ამ ქვეყნისადმი. თუ სრულად არა, ნახევრად მაინც დაგვებრუნებინოს ამ ქვეყნის საზოგადოებას, იმიტომ რომ მართლა ყველა დაუნახაობაზე ცუდი შეუძლებელი არის რამე ადამიანს აჩვენო და პირველ რიგში ეს გვჭირდება ალბათ ჩვენ როდესაც შეფასების კატეგორიებში შევალთ. მეც შევერთდები მილოცვას უსურვებ ხანგრძლივ ბედნიერ ჯანმრთელ ცხოვრებას და ხო თქვენ ახლა ყველაფერი ისაუბრეთ ბატონ ბიძინას აქვს ორი თქვათ განზომილება ხო ერთი არის მის საჯარო ფიგურა და მეორე არის პირადი რა და ის ახლა 2012 წელზე რაც ვილაპარაკეთ მაშინ იყო ნუ რა თქმა უნდა გარდა მის საჯარო ფიგურას რო შევხვდა გარდამტეხი მომენტი რა და ამ საჯარო ფიგურას თავის აურა დაყვებოდა ჩვენ გვახსოვს 2012 და ვაფშე ნაცების ეს ავტორიტარიზმი როგორი იყო ხო გახსოვს შალვა მაშინ просто ну არანაირი რესურსი არ არსებობდა არც ოპოზიციის გაერთიანების არაფრის აი როცა გავიგე მე მახსოვს ვაფშე სად ვიყავი როგორ ვიყავი ოთახში მაშინ ლეპტოპში და ფეისბუქში განცხადება რომ გავრცელდა ეს მოკლე განცხადება რომ გავრცელდა ერთ აბზაციანი კი ბატონო კაროჩე მაშინ თქვი რომ всё აი ეს შესაძლებელია ოღონდ მე რეები მოყვანუ ის თეფშები და იმის ტექნიკის დაპატიმრება და ვაფშე ყველაფერი მაგრამ შეგრძნება დაყაჩაღება ხო, მაგრამ შეგრძნებას გეუნები რა, შეგრძნება მანამდე იყო რომ მიშას და ამათ ვერ მოვერევით რა და მაგ განცხადების მერე მე მახსოვს რა, ეგ შეგრძნება რომ კი, ეხლა მოვერევით რა, მაგრამ ეხლა როცა ეს რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო და განსაკუთრებით მერე უკვე ახალი გეოპოლიტიკური გადანაწილება იქით ხო ხედავთ თურმე რასაც წუნებოდა ეს ყველაფერი რომ ამერიკამ ახალი უსაფრთხოების კონცეფცია შეიმუშავა და ასე შემდეგ და შემდეგ ანუ რაღაცა სოფლიო ცვლილებები მე მგონია რომ ეგ უფრო
დიდი ბრძოლა გამოვიარეთ, ეგ უფრო დიდი ბრძოლა, იმიტომ რომ ნუ ეგ იყო, არ ვიცი რა, ეხა მთელი Deep State და BlackRock და ისეთი ფინანსური ინსტიტუტები, რომელთა თანხაც არის რაღაც ქვეყნების ერთობლიობის ბიუჯეტზე ტრილიონი. ხო რა, წარმოუდგენელ შესაძლებლობებთან არის საქმე რა. ეს არის მისი საჯარო ფიგურა, უშიშარი, სამართლიანი და მისი პირადი, თქვათ, აი პირადში როგორია, ზუსტად როგორც უნდა იყოს ეგეთი ადამიანი რა. თავაზიანი, ისე რომ დაგელაპარაკება, აი ზუსტად როგორც შეეფერება ეგეთ ადამიანს რა და მე იქ როცა გავიცანი მაშინ აი მახსოვს რომ იქ შეგრძნება გამისწორდა და მე სიამოვნა რა ყველაზე მეტად რომ უშუალობა და მეტიც მე მახსოვს ის რა ქვია ერთად ვიყავით ხო ერთად ვიყავით რაღაცაზე რომ ლაპარაკობდით მე შენობით ფორმაზე გადმოვიდა ჩემთან და მე მეკითხება ხო შეიძლება შენობით რომ ვილაპარაკო მე დაგელაპარაკე მეთქი რა კი რა თქმა უნდა რა და ხო აი კი მე თქვა დიდხანს საცოცხლოს ბიძინა ივანიშვილი და ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ. ეხლა არ არსებობს ისეთი პრობლემა, რომელსაც ჩვენ ერთად ვერ გადავჭრით. როცა სულთა ხელებით კეთდება და აი სამშობლოს სიყვარულით არ არსებობს ეს პრობლემა, რომ ვერ გადავჭრა და ჩვენ ხედავთ ძალიან ბევრ დღევანდელ პოლიტიკოსზე უფრო გამჭრიახი აღმოჩნდა. სოფლიო მასშტაბით. სოფლიო მასშტაბით ვამბობ, კაცო, საქართველოშია. არა, ანუ საქართველოში აი ვიზე გამჭრიახი არ შეიძლება ყოფილიყო თქვა იმაზე თან თემაზე თუ ხაშვილზე თუ იზოლაშია და საქართველოში იცი რომ საქართველოში ეგ ხო მართლა ის არ არის რა შეფასებითი კატეგორია ხა ფილმს რო ნახავ და რო გადაწყო რომ მოგეწონა მე რო გეტყვი რომ არ მომეწონა რა გემოვნების საკითხი ხო არ არის არა ფაქტოლოგიაზე ვლაპარაკობთ ხო ჩვენ მაგალითად იმაზე ვლაპარაკობთ რომ ბოლო 3 წელიწადში რა გადაწყვეტილებებიც ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური ყველაფერს შემდეგ იმეორებს ყველა ის დიდი ქვეყანა ვინც სოფლიო წესრიგზე არის პასუხისმგებელი ხო ანუ თუნდაც ესაა საკმარისი მაგალითი ყველაფერს თავარი რაც მოხდა ამ კაცმა ზუსტად იწინასწარმეტყველა გუმანი თუ ანალიზით არ ვიცი რა დაემართებოდა დასავლეთს ზუსტად დიდი ხნით ადრე მომზადებულებიც ვიყავით კი ბატონო და აი ზუსტად იცოდა აი წარმოდგენილი ჰქონდა და ზუსტად ისე მიდის სამწუხაროდ დასავლეთის და ევროპის საქმე, როგორც მან იწინასწარმეტყველა და ეს არის უდიდესი გუმანია თუ რაღაცა პოლიტიკოსობის ნიჭი თუ რაღაცა არ ვიცი. ნუ მომავალში კიდევ უფრო მეტად გამოჩნდება. მომავალში გამოჩნდება უფრო მეტად რა ფიგურა გვყავს და რა შვიდადავართ ამ ფიგურის მიღმა. ეხლა გადავიდეთ რაღაცა შედარებით მარტივ პოლიტიკას სუდამბერზე გვიწევს ხო გადასულს ხალხს მოდი კეთ დევდანიანზე გადავიდეთ ძალიან მაგარი გადასვლა ვინ თქვა გაუშვება კეთ დევდანიანი ფასი ეკარგება. დღეს აშიარებდა ყველა Game of Thrones-ის ცნობილი სერიალის იმ მონაკვეთს, სადაც ერთი რეტარდი და უზნეო პრინცი ყვირის, რომ მე მეფე ვარ და სხვა უფროსი მეფე ბაბუამისი ეუბნება, რომ მეფე, რომელიც ყვირის, რომ მე მეფე ვარ და აღიარეთ, რომ მეფე ვარ, არ არის მეფე. მაგრამ რაღაცა წიგს არ კითხულობენ, მუსიკას არ უსმენენ, ტექსტები, ფილოსოფია არ იციან, არაფერი არ გაუგებენ, სერიალებს მაინც უყურო. გავაჩეროთ, ეს არის ხო ის აკაცუკი რო გამოდის და რა არის მთავრობის მთავარი პრობლემა? იმისა რომ არა. მაგრამ იმას არ მულტფილმებს არ უყურებენ, თან მაგ ტერმინოლოგიით ამბობ. ბეტმენს არ კითხულობენ. მთავარი პრობლემა არის. ხო, ესე იგი ჩვენ სახელმწიფო ლიდერებს რომ მულტფილმებს არ უყურებენ. იქ არის ყველა ანიმაცია არ აქვს და აი როგორ აღმოჩნდა ისე რომ ჩვენ ასეთი გაუნათლებელი კლუბნელი ხალხი რომელიც არც წიგნებს კითხულობთ, არც ფილმებს არ უყურებთ, რაღაცნაირად უგებთ მათ. აი რანაირად მოხდა ახლა? სად არის შინაგანი სამინისტრო? სად არის პოლიცია? ხა როგორ უგებთ? რატომ არიან გაფარჩაკებული ისინი ასეთი განათლებულები, ზიარბატებულები და რატო? აქ არის ერთადერთი ახსნა. მან უყურე მე შეუბრუნებ რა ამას რა. ეს Game of Thrones-ი ჯოფრის მაგალითი რაც მოიყვანა. მე მგონი საპირისპირო არის რეალურად რასაც ლაპარაკობენ თავიანთ თავზე.
მაგალითად ადამიანები რომლებიც საუბრობენ იმაზე რომ სხვა არის გაუნათლებელი და მე ვარ განათლებული შენ რო გჭირდება რომ იმაზე ილაპარაკო რომ მე ვარ განათლებული და ეს არის უიცი აი მანდ გაგ დარხეული მანდ ახარ განათლებული გარდა ამისა თვითმარქვიები და ისინი არ არიან თვითონ საკუთარ ნაკითხობაზე ან რაც ინტელექტზე რომ ხაზგასმას შენ ვეაკეთებ ან მაგაზე ბანძის აქციელი თუ რამე არსებობს არ ვიცი ხო რამე იცი ეგეთი შენ რო გამიხარ რომ ამ რო მე იმდენი სამი კითხავს მე იმდენი მომისმენია შენ თავზე მე ძალიან რამე როგორ უნდა მასწავლოს როგორ უნდა ძალიან განათლებული ვარ მე უხერხულიც კი არ კი ბატონო ხო მაგრამ ესენი აკეთებენ მაგას ბიჭო და მოყავთ ეხა რაღაც ის მაგალითი რომ კეთი დევდარიას ყოველთვის ეს აროგანტულობა და პრობლემები არ გაქვთ ნაჭამიო და მას მოსულეობა და კონდეთ ხოლმე ჩვევია მაგრამ საინტერესო ტიპაჟია სხვა შორის ოპოზიციაშიც და შმოპოზიციაშიც კეთი დევდარიანესები არ არიან უმრავლესობაში ხო ვერ გავიგე რა სექტა არის ეს ჩერგოს სექტა არ არის ბოკერიას სექტა აღარ არის რეიგანის მადიდებლები არიან არ არიან ვინ არიან ეს რა სექტა თავის დროზე მიშას დაკლად უთქვიდა რომ არ დაგხოცა კი დაკლად უთქვიდა რომ უნდა დავეხოცეთ ჩვენ ყველანი და როგორ მოხდა ისე რომ დავეხოცეთ ეს არის ეს ვანაბი ინტელექტუალური ელიტა რა ეს ის გვერდით ვინც უზის ბუღაძე ხო ვინ არის კიდე ამ სასტავში რატი ამაღლობელები და დათო ტურაშვილები ვის არის ვინც შემოიკრიბებიან კრეატიული ახალგაზრდობა ვეღარ ვიტყვი ხო და არ უყურე მან კრეატიული ხო უყურე უკვე ოქსიმორონი გამოდის იმიტომ რომ რა კრეატივი ნუ აღარ არის ფორმულა კრეატივი მოდი გავუშვათ ლევან თუცკირის და თინა ბოკუჩავას კამათიო და ორწუთიანია და ბოლომდე უყურეთო და იკამათეს აბა გავუშვათ ეს ცუცქო მე უყურე ამ შანს არ გაუშვებ ხელიდან რადგან მასზე საუბრობდი როგორ ხარ ლევან რეკლამის შემდეგ უნდა შემომეყვანეთ დაგინახეთ სტუდიაში წყენით ლაპარაკობდა თქვენზე ხა თანანახი არ ქონდა მე თანანახი არ ქონდა მაგრამ სააკაშვილის მაგრამ სიტყვა ავტორიტარიზმი რომ არ უნდა გამოგეყენებინა 2003-2012 წლებთან მიმართებაში ამაზე შევთანხმდით არა მე მგონია ერთი დროს არ წავიდა არა დიდი ბოდიში მაგრამ მე მგონია ერთი რომ პოლიტიკოსმა არ უნდა ისაუბრო იმაზე რაც ნანახი არა გაქვს და მეორე თუ წარსულში რა ხდებოდა იმაზე ჩვენ არ შევთანხმდით უკეთეს მომავალს ვერ ავაშენებთ მომავალში კიდევ გვექნება ბევრი დრო და თუ წავიკითხე ტრანსკრიპტით ძალიან კარგი იქნება მე მგონი კარგი იქნება ეს ჩამეთვლება იმათ რომ ვიცოდი რა თქვით და მაინც მიუღებელი იყოს ავტორიტარიზმის ხსენება მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანი ამაზე შევთანხმდით და ეხლა აღარ წავიდეთ თქვენს დროს ისიც რაც მე მაქვს ამ ეთერში ნათქვამი რა კი ზუსტად ის ლევან ეხლა გამოვა დებატი და მე კიდე არ გავუშვებდი რატომ ეხეთ იმიტომ რომ გონია რომ ამან შეიძლება ხელი შეუშალოს პროგრესი იმ საკითხზე რაზეც ჩვენ დავასრულეთ საუბარი და თუ გნებავთ მეც შემოგიერთდებით თქვენს ეთერში თანაც სიამოვნებით არის აუცილებელი როგორც წარსულზე ისე აწყვეტ და ისე მომავალზე ისე რომ არ ვიდებატოთ და არ ვიმსჯელოთ და ესე რაღაცეები გადავწყვიტოთ ეგ არის პოლიტიკის ისე კეთება როგორც არასდროს არ უნდა კეთდებოდეს რა მაგაზეც ვიდებატოთ სასამართლოზეც ვიდებატოთ ძალადობაზეც ვიდებატოთ მომავალზეც ვიდებატოთ რა პრობლემაა ყველაფერზე უნდა ოღონდ არაფერზე არასოდეს არ ვიდებატოთ იმაზე რომ 2003-2012 წელი ამ ქვეყნის უახლეს ისტორიაში იყო ყველაზე ნათელი წლები და არასოდეს ავტორიტარიზმად და ავტორიტარად წლებს და მიხეილ სააკაშვილს მე და ვფიქრობ ამ ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არ შეაფასებს. მე რა თქმა უნდა მისი პარტიის წარმომადგენელი ხარ, მაგრამ ალბათ დამეთანხმებული პარტია სწორედ ამიტომ მისი მიხმა რო ხდებოდა ის, რაზეც მე სულაპარაკობდი. მადლობა თინა. მოგეს პრეორდერი გააკეთებინა iPhone 18-ის რა. ის დასაკეცი მოდელი იყო. მე 2003-2012 წელი ყველაზე ნათელი არა რა მაინტერესებს. ტევა პირველში რატო შემოვიდა? ტრენდი ფეხზე დამდგარი რო საუბრობენ ამ დებატობენ იმპროვიზაცია იმპროვიზაცია სკივად სკამები გაუთავთ მე მგონი სკამები გაუთავთ და ძალიან მარტივად არის აქ გაგანაგლებულები არიან ეს ხვდები არა ეგ სუიზახტენ ესეც არა რას რო ანუ აღარც შევაფასოთ დაჟე არა ჩვენ იმიტომ უნდა შევაფასოთ არ უნდა გავბედოთ და სამ 12 წელს არ შევაფასოთ იმიტომ რომ დაზიანდება ერთობა ერთობა და გართობა ხო დღეს დილით დაიჭირეს ელისო კილაძე ცნობილია თავისი ზღაპრებით და წუხარებით გვინდა გაუწია. ხო, ზღაპრებით და რაღაცებს
არ არსებობს, მე ესე ვიტყვი. არ არსებობს მეტნაკლებად მნიშვნელოვანი ადამიანი, რომელზეც ჭორი არ აქვს მოფიქრებული ელისო კილაძე. სვეჟი მეჩიტა. მაგალითად ბიძინა ივანიშვილზე საშინელი ჭორების მომფიქრებელია, საშინელი ინსულტი აქვს კაცო, საქსაღებად კაცზე ამბობდა, ხო? და მოკლედ რაც და სერიოზული ბრალდებებია მის წინააღმდეგ. ხო, სერიოზული ბრალდებებია, რა თქმა უნდა, დღეს რასაც ვაკვირდებოდი ხალხის განწყობით, რა ვიცი, ეს ლიბერალური ბაბლიც კი შეგვიძლია რა გააკეთებო ეგ. ხაშოს მე ვნახე მარტო სამი მხარდამჭერი გამოხმაურება, სააკაშვილის, შალვა ნათელაშვილის და ნანუკა ჟორჟიანის. პოლპატმარიო. უი. მაგას ხარ ვიღაცა. ნანუკან ნახოთ გამოძიება როგორც ახლა ჩანს, მე შეგახსენებ რატომ დაიჭირეს. ანუ მისი პაზელნიკი ებრაელი ადამიანია, გვარდასახელი არ მახსოვს, რომელსგანაც ქირაობდა. ბენი გვარი არც მე მახსოვს, ბენიო. აღიარა რომ ქონდა კოლ-ცენტრი, თვითონ აღიარა, ითანამშრომლა გამოძიებასთან და თავის თანამონაწილედ დაასახელა. ჩაუშვა რა. ხო, ოღონდ თვითონაც ნახოთ ახლა სრულად კანონიერად და საკმარისი მტკიცებულებებით დააკავეს. კი ბატონო, ნახოთ გამოძიება ბოლომდე გავალბათ. ბოტკოველი გიორგი. ბოტკო. ნახეთ, ვინც არჩევნებში, ვინც 4 ოქტომბრის არჩევნებში წავიდა, ამბობდით, რომ ამით ლეგიტიმაციას აძლევს ხელისუფლებას. ვინც პარლამენტში შევიდა, თქვით, რომ ამით ლეგიტიმაციას აძლევს ხელისუფლებას. ვინც დებატებში ჩდება, ამბობთ, რომ ამით ლეგიტიმაციას აძლევს ხელისუფლებას. რით ვერ მისცეს ეს ლეგიტიმაცია? ანუ ლეგიტიმურები არიან? წვეწვეთად ააგროვეს ეს ლეგიტიმაცია. სხვათა შორის დიანა ტრაპაიძეს, რომელსაც ჩვენ ვაკრიტიკებთ ხშირად საქმიანად ხანდახან აქვს გამონათებები. მაგარი. არა, მაგარი რომ ვერ გიყვი ახლა. მაგრამ აქვს ახლა. ლოგიკური კითხვა დაუსვა. ჩვენ ნახო არ მოდიან ესე. და ლეგიტიმაციას ამითი მიეცი, ამითი და იქნებ დააგროვეს უკვე ლეგიტიმაციაო და ის პასუხობდა რომ წვეთათო. ჯერო ფიალა არ გადავსებულა. უაას ფარჩაკების ფარჩაკი არის რა თქმა უნდა. ლაშა ბუღაძე აბა გაუშვით. და საზოგადოება რომელიც რაღაცნაირად ვერ პოულობს თითქოს და უფრო კმედით რეაქციას და პასუხს აი ამ ყველაფრის შესაჩერებლად. არა და ეს უნდა გაჩერდეს. გამოჩნდება ჰორიზონტი. გავაჩეროთ თუ შეიძლება. ლაშა ბუღაძეს მინდა დაუსვა ძალიან საინტერესო შეკითხვა. შეფარჩაკო ადამიანი. ხო ებრძვი ივანიშვილს მე რამდენი დღეა პროტესტის 427 წამლად ერთხელ მაინც დაეჭირი ან დაეჯარიმებინე პოლიციას ერთხელ ხო შენ არა გაკუფლება პროტესტის ბიჭო არა რა არის შალვა უნდა დაუყოთ ადამიანები ერთი არის ეხლა სერიოზულად რო ვილაპარაკოთ ის მაგალითად ისინი რო იყვნენ კა და უპრავა და ეგეთი ტიპი არა და ბევრად მაგრები იყვნენ მაგას ვამბობ ბიჭო არა იმას ვამბობ ეხლა საველე სამუშაოებისთვის იყვნენ ეგენი შექმნის მუმლაძე და ესენ რო იქბინებოდნენ და შხამებს ო ეგენი სერიოზული ეს არის კაბინეტური საქმისთვის მიხდი ამან უნდა წეროს. აი ხო იცი ძველი არქიპელაგო. ძველი სოციოლოგია როგორ იყო დაყოფილი. კაპიტანი გიგაური TV პირველზე ბიბლიოთეკიდან იღებდა პირველ წყაროებს და ვინც საველე სამუშაოებზე გადიოდა და ცხოვრობდა იქ ტომებში. კაპიტანი გიგაური იქსონ მონდელას. კრიზისში არის თავად ეს კრიტიკული მედია, მაგრამ არსებობს რა თქმა უნდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდ ჩემგან, როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან, როგორც რიგითი მოქალაქისგან, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რასაც ჩვენ ჩვენი ქვეყნისთვის აკეთებთ. აი მართლა უწრფელად გონია რომ ჩვენზე უფრო კრიტიკულ ვითარებაში მყოფებიც არიან, მოკლედ იმათაც ხო არა ამისთვის, მაგრამ ვამბობ რომ ესეც შეიძლება მყიფე იყოს რაღაც ეტაპზე, ამის თქმა მინდა, სწორედ აი ამ კრიზისებიდან გამომდინარე. არაფერი მყარი და გარანტირებული არ არის. კი, რა თქმა უნდა არ არის, მაგრამ ეს ბრძოლა დგას კონკრეტულად. ეს ამათი გაფარჩაკების კიდევ ერთი მაგალითი მინდა გაჩვენოთ. როგორ ეჭიდებიან წყალწაღებულები ხავს. დღეს თომილი გახდა რომ ბაჩიაშვილი გარეთ გამოვიდა. როგორც მისი ადვოკატი ამბობს, ყველას არის ანაზღაურა
სახელმწიფოსაც ითანამშრომლობა სახელმწიფოსაც აუნაზღაურა და გაუშვეს. ხო? აი ეს ადამიანი ბაჩიაშვილი სერიოზულად განიხილებოდა როგორც რაღაც ახალი ძალა ოპოზიციაში და რაღაც ხილი დამფინანსებელი და აი ასე თვითონაც ასე ფიგურირებდა. ხო შეიძლება პოლიტიკურად არ მინდა ხა. კი. ხო და მე ხა ამბობენ იგივე გონორზეაო. ზანო. მაგარ ხო. აი ოპოზიციას ხო ალბათ როგორ შეიძლება დაახასიათო არის სიზიფეს შრომა რა რომ ესე იგი რაღაცაზე იბრძვიან მე ისე თავიდან და დაიწყო და ეს იმედი არ კვდება რა მაგათი ხო ოღონდ იმედი ძალიან უცნაური ხალხის აქვს აი ბაჩიაშვილი მაგას გეუბნები რა რომ ეს იმედი არის მათთვის მუდმივი მისი დაკარგვა არ ხდება ყოველთვის რაღაცის იმედია ბაჩიაშვილი რა თაღლითი ხო უმადური რა ვიცი ხა გნიდა მამა არ გაუკეთებს ისე ააშენა ბიძინა ივანიშვილმა ისეთი თახები ანდო და თანამდებობები და ასე უმადური აი კიდე არის ბევრი სხვა ეპითეტი არ მინდა ხა იმის თქვა რაღაცები რომ ჩაატარა ციხეზე რაღაცა რომ გაიქცა ეს უბედური ესა და რა თქმა უნდა გადაიხადა არ ჯობდა თავიდან გადაიხადა აი არ ჯობდა თავიდან იფიქრა რომ შეიძლება აი მანდა წევი ბრძოლებწოდა წევი მე ბოლოს აღარ მოეწონა ბალანდის ჭამა აი ეს ადამიანი რო იცი რომ აი ეს არის რა და ქალაქში არაფერი არ იმალება არა მამენტო ხა რატო უნდა იქონდეს ამ კაცის იმედი აი რატო კაცია რომელსაც მართლა მამა მარჩენალი მიატოვა და მამა მარჩენალს ანუ ისეთ ფიგურა რომელსაც ცხოვრება აუწყო კაცმა და უღალატა და შენ რატო უნდა გქონდეს მაგის იმედი აი არ ვიცი მართლა მაგრამ მოდუს ვინმე შემთხვევია ხო მაგრამ ბრძოლის იმედი რატო ქონდა თვითონ ხო ჯოეგ მაგას ქონდა ისეთი ბრძოლა რა ის რო ამბობს ბადრიშუბლაძე რო შეგაგინონ რასიზმი არა ეს მაგრა იბრძოდა ძმაო მაშინ კი მე ხა არ გვინდა ესე ვთქვათ მახსოვს აქციების პერიოდი ეს იყო ძალიან გარედან ესე იგი რადიკალიზირებული დივერსანტული მოძრაობა და ძალა რომელიც მიდიოდა ყველაფერზე და აგერ ვართ ფაქტობრივად ისეთი მსხვერპლი შე რა მოგიწვეს ხო? ანუ ხო გახსოვს? აუ რა მოგიწვეს? რა ვიცი, ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება მაგას ვერ გადაიტანოს. რა იმენაც სერიოზულად ვამბობ. მე დამიგრიეს ოჯახი. ხო, ოჯახი ერთია, მაგრამ კიდე ხელახლა რო წამოგიწიეს იმ რა ქვია, ცუდი გოგოს ისინი რა ქვია და გასი გიჟები და ხო რა. ხო და როგორი შეტევა იყო ხო ჩვენზეც ანალოგიურად ნუ უბრალოდ ხა რაღაცა საშინელებები ხდებოდა იმიტომ რომ მაშინ პრობლემური ვითარება იყო ძალიან და ეს აგზნებულები იყვნენ დაფინანსებულები ბიჭო მოლოტოვებს ისროდნენ ეხა ვინ გამედავს რამე მოლოტოვის სროლას ან იმას აი ხვდები განსხვავება მოლოტოვს ისროდნენ და ყველ ჩვეულებრივი სტატისტიკური ადამიანი რო იჯდა ტელევიზორთან რაც არ უნდა პროტესტი ყოფილიყო პოლიციელს რო წვავ და აშკარად თან ვანახეთ დიდი ხანი რომ აი ჩვენ არ რეაგირებთ რა ჯერ ვანახეთ რომ რაღაცა იმებს ისვრიან ხელნაკეთ რკინის ნიუთებს პიროტექნიკას პიროტექნიკას აკეთებენ იმას რა ქვია დაარბიეს რუსთაველი დაარბიეს და მე თუ დაიჭირეს აი რატო პოლიტპატიმრები იმილის ბიჭები ოღონდ ყველაზე არის კადრი პოლიციას როგორ უწყავს ქვას რო ესრის ყველაზე არის ჩემ ფავორიტი კადრი არის მაცივარი ვინც გამოიტანა ეგ იცი რა შვება ეგ პარლამენტის წინა შესასვლელთან იმედია არ ვწდები და ეგ არის წინა შესასვლელთან რომ კინის რაღაც ჯებირი თუ რაღაც რო იყო არა პროსტა 1 საათი ურტყავს ჯერ ანუ რო უყურე შედის მე ხო მე კი კადრი იყო რომ უმიზნოდ და სხვა შორის მაგას ინტელექტუალურ შესაძლებლობებს ეძეთყობა რომ ეგ კალიბრია რა იმიტომ რომ ესეთი უმიზნო დარტყმა აი ანუ რაღაცა მიზანი გინდა რომ დააზიანო ან შეხვიდე შეაღწიო აი პროსტა ურტყავდა რაღაცას რა და მე კიდე
მაგრამ მე უკვე სერიოზულად გამოვიდა იქიდან რა. აი მაგაზე უნდა მიტყიპო ლიდერები, ეგრეთ წოდებული ლიდერები მაგათი რა. არა, მაგაში ვერ დაგეთანხმები შავო. ამის თემას რა აზრი? არა, შენ როცა რევოლუციას აწყობ, ხო? ჩვენ მე ეშმაგის ადვოკატი ვიქნები. იმათი პერსპექტივიდან რო შეხედო. რა. ანუ ვინ გჭირდება? ლაშა ბუღაძეს ხო არ გაუშვებ წინ? ხო, მაგრამ ხო ამბობ აგერ. არა, ლაშა ბუღაძესო ხო ამბობ აგერ ერთი ჯარი მაგ. ბიჭო, კაცმა გამოიტანა ტელევიზორი იქიდან და მის ორ ტელევიზორზე წარმოიდგინე რა სიზავდა. 3-ზე. 3-ზე მეშინ. არა, ტელევიზორი უთო და მაცივარი. კალკულატორი. არა, მაცივარი. ტელევიზორი და უთო. უთოთან ისეთი ორთქლოუში. всё. სახლის ნაბორი. რას ქვია? სარეცხის მანქანა დაუმატე და სხვა ქვეყანაშიც მოაწყობს რევოლუციას. შეგახსენოთ რომ ეხა სასახლის ღობე რო დაესხა მოქალაქეებს. ეგეთი აგრესიულები აღარ იყვნენ სხვათა შორის. ხო. იმიტომ რომ გაავებით დაესხა ღობე. ღობე იყო ძალიან ავი. შემწმარები იყვნენ. და მე დააბრალეს რომ აი ღობეო ვაფშე ღობე არ ჩაგვიკეტეს ღობეო რა და აბა რა გვექნაო რა მაგაზე ვაფშე რამე ის უნდა გავაკეთოთ ანიმაცია რა როგორ იცი ის ღობე რო იზრდება არა ღობე ხო ავანტაჟი ღობე არ თავარ პერსონაჟია ეგ უნდა არა არა სხვადასხვა საგნები მაგალითად ტროტუარი რო ქრება რა ღობე როგორ იღებს დავალებას რო თავს დაესხას ამათ და მე თავისი გონკები რო დილემაში რო ვარდება რომ აი გავაკეთო ეს თუ არა და გზის გადაკეთვა არ უნდათ მაგრამ ტროტუარი ქრება და ეკეტებათ გზა იქ ტროტუარი დაესხმება თავს საერთოდ ძალიან ისეთ მოწყვლადი ხალხია იმიტომ ხან ღობე ესხმება თავს ხან რა ვიცი ვიღაცა მორბის და ისინი სად არიან რომ ღეროდნენ კი არა რუპორით რო დადიან არ იქნება სამართალი არ იქნება სამართალი მართლა სად გაქრა ეს ქალვაშთა ქალთა შეიძლება დადიან და იქ კიდე არადი მაგაზე ჩვენ მაგარი იდეა მივეცით რომ რეკლამა დაინტეგრირეთ ო რა თქმა კოკაკოლის კოკაკოლა არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა და დალი არ იქნება კოკაკოლა არ იქნება მშვიდობა და დალი არა ეგ ისე ეხა აღარ არის მოდაში კოკაკოლა იმიტომ რომ ესა ხო უღალატა ჭონია ხო უღალატა პატარა წაუღალატა იქ ხო პრემიერში აქო და დაასრულეს ამათ ყველაფერი ამა დაამთავრეს. მაგრამ დაასრულეს ამ ხელა ინდუსტრია. დაბრუნებადია ჭონი. ყველაფერი. კარგით, მეგობრებო, უღმესი მადლობა რომ არსებობთ. ჩვენ ერთმანეთს ხვალ შეხვდებით, მოგვიანებით, იმიტომ რომ ხვალ 11:10 აკლია დაახლოებით ამ დროს. მაშინ გავდივართ ეთერში. კარგად გზარდებოდეთ, მომავალ შეხვედრაზე. აბა ხვალამდე. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. თამბაქოს მოხმარება იწვევს ხორხის კიბოს. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის. დაასრულე? ყველაფერი კარგადაა. მიდი.